არასწორი ორგანიზაციული სტრუქტურა ხელოვნურად გიშლით ხელს მიზნების მიღწევაში და საშუალოდ დაახლოებით 20-30%-ით გიძვირებთ ამოცანების შესრულებას. თუ ამ თემაზე ბევრი არ გიფიქრიათ, დღეს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოისმენთ ჩემგან. როცა ორგანიზაციულ სტრუქტურაზე ვსაუბრობთ, ხშირად ფორმალური დოკუმენტი წარმოუდგენიათ ხოლმე. სინამდვილეში ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ოთხკუთხედების ხაზების შეერთება. ნებისმიერი სისტემა გარკვეული აგებულების, ანუ სტრუქტურისაა და მან გარკვეული დანიშნულება უნდა შეასრულოს სამყაროში. მაგალითად, ადამიანს აქვს თავი, ფეხები, ხელები. ველოსიპედი შედგება სავარძლის, საბურავების, პედლებისგან და სხვა ნაწილებისგან. როგორც ადამიანის, ისე ველოსიპედის შემთხვევაში თითოეულ მათგანს თავისი ადგილი აქვს სისტემაში და გარკვეულ ფუნქციასაც ასრულებენ. ორგანიზაციული ფუნქციებია გაყიდვები, მარკეტინგი, შესყიდვები, ხარისხის მართვა და ასე შემდეგ. და თუ სად იქნება ამ ფუნქციების ადგილი, დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობაზე, მის დანიშნულებასა და კორპორატიულ კულტურაზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული ორგანიზაციის კორპორატიული კულტურა და დანიშნულება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, გამოდის, რომ თითოეული მათგანის სტრუქტურული მოწყობა საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ხვდებით ველოსიპედისა, რადგან ვიცით, რომ ყველა ველოსიპედს სავარძელი, ბორბალი, პედლები ერთი და იგივე ადგილას აქვს და თითოეული მათგანი წინასწარ განსაზღვრულ როლებს ასრულებენ. რომ შევაჯამოთ, ორგანიზაციულმა სტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შესრულება. ყოველდღიური გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება, ამოცანების კონტროლი, გადაწყვეტილებების მიღება და ასე შემდეგ. და რაც თავარია, თუ კომპანია სტრატეგიულ მართვაზეა გადასული, მათ შორის სტრატეგიის შესრულებაც. ახლა კი გეტყვით სამ მთავარ სარგებელზე, რომელსაც გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა მოგცემთ. პირველი, ეს არის ფინანსების ზრდა. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დღე სასიარულოდ ფეხების ნაცვლად იყენებთ ხელებს. ან ველოსიპედს ატარებთ მხოლოდ ერთი ბორბლით. დიახ, თქვენ იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავთ, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ხშირად კომპანიის მართვის დროსაც ასე ხდება. გაყიდვები და მარკეტინგი ცალ-ცალკე აკეთებენ ბაზრის კვლევას. თავად გაყიდვების მენეჯერები ზედმეტად დიდ დროს ხარჯავენ საბუთებთან ურთიერთობაში. კომპანიის დირექტორი პროდუქტის განვითარებით არის დაკავებული, ხოლო აქეთ HR-ს ხარისხის მართვაც აქვს შეთავსებული. ეს ყოველივე კი ბიზნესს ძალიან ძვირი უჯდება. კომპანიებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ისიც, რომ ფინანსური მოგების ზრდით მხოლოდ დამფუძნებელი ან მაქსიმუმ აღმასრულებელი დირექტორი არის დაინტერესებული. სხვა დანარჩენი რგოლები ბონუს ან გაყიდვებიდან იღებენ, ან ნაწილს საერთოდ სტაბილური ხელფასი აქვს. როცა რესურსებს გონივრულად ანაწილებთ, შემოსავლები იზრდება და ამავდროულად ორგანიზაციაში ოპტიმალური რაოდენობის ადამიანი ყავთ, ისეთი, რომელიც ფინანსური მოგების ზრდით არის დაინტერესებული, ცხადია, თქვენი კომპანიის ფინანსური მოგება ჯამში საგრძნობლად იზრდება. როცა სტრუქტურა გამართულია, არ ხდება გარკვეული ფუნქციების დუბლირება და პრიორიტეტული ამოცანებიც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ისინი საკმაოდ მაღალი ხარისხით შესრულდეს. მეორე, პროცესების დაჩქარება. ერთხელ ერთ-ერთ დირექტორთან მისავე კაბინეტში მქონდა საქმიანი შეხვედრა. მთელი 1 საათის განმავლობაში მეილზე და ტელეფონზე შეტყობინებები თითქმის არ გაჩერებულა. რამოდენიმეჯერ შემოაღო კარის შეშფოთებულმა თანამშრომელმაც, რომელიც დაუყოვნებლივ ითხოვდა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას დირექტორისგან. ეს არა მხოლოდ დისკომფორტია ხელმძღვანელისთვის, არამედ დროში აჭიანურებს გადაწყვეტილებების მიღებას და რაც თავარია და ძალიან ცუდია, ამცირებს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს. ინახავს მეორე უკიდურესი შემთხვევაც. კომპანიაში დაახლოებით 70-80 ადამიანი იყო დასაქმებული და იმდენად ბევრი რგოლი იყო ჩასმული გადაწყვეტილებების მიღებად, რომ ხელოვნურად დროში აჭიანურებდა მთლიან პროცესს. რამაც სამწუხაროდ რამის გაკოტრებამდე მიიყვანა კომპანია. სწორი სტრუქტურის პირობებში თანამშრომლებმა ძალიან კარგად იციან თავიანთი უფლება-მოვალეობების ზღვარი. დამოუკიდებლად ასრულებენ საოპერაციო ამოცანებს, რითაც საბოლოო ჯამში პროცესებიც დაჩქარებულად მიმდინარეობს. და მესამე, თანამშრომელთა პროდუქტიულობა. ერთხელ ორგანიზაცია დამიკავშირდა კონკრეტული ვაკანსიის შევსების თხოვნით. აღმოჩნდა, რომ უახლოეს პერიოდში ამ პოზიციაზე დაახლოებით 3 ადამიანი უკვე მუშაობდა. ნაწილი თავად წავიდა, ნაწილი კი ხელმძღვანელმა დაითხოვა.
საბოლოო ჯამში ამ ვაკანსიის შევსებაზე საერთოდ უარი ვთქვი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, ჩემს მიერ მოყვანილი ადამიანებიც იგივებად გაიზიარებდნენ. ასეთ დროს პრობლემა არა ადამიანებში, არამედ სისტემაშია ხოლმე. კომპანიას კარგად არ ჰქონდა ჩამოყალიბებული კონკრეტული მოლოდინები აი ამ სამუშაო პოზიციის მიმართ და შესაბამისად არც ის იცოდნენ, ვინ სჭირდებოდათ სინამდვილეში. როცა დასაქმებულმა არ იცის, რა სითხოვენ მისგან, განიცდის სტრესს და მის მიერ შესრულებული დავალებების უმეტესობა კრიტიკის ობიექტი ხდება. დასკვნა კი ისაა, რომ სიცხადეს ადამიანთა დემოტივაციის პრევენციასა და პროდუქტიულობის ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. როგორ გავიგოთ, სტრუქტურა გამართული არის თუ არა? ადამიანის ამ ველოსიპედის შემთხვევაში ამის დადგენა ერთი შეხედვითაც შეიძლება. თუმცა ორგანიზაციის შემთხვევაში შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ კონკრეტულ სიმპტომებზე. მაგალითად, თუ ხშირად იკარგება გარედან შემოსული ინფორმაციები, ადამიანები ხშირად დაობენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ევალება ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრა, გადაწყვეტილებების მიღება დროში ჭიანურდება და ასე შემდეგ. ვინ უნდა გამართოს ორგანიზაციული სტრუქტურა? ამ საქმით როგორც წესი ტოპ მენეჯმენტი არის ხოლმე დაკავებული. არ გირჩევთ, რომ ამ ამოცანის შესრულება დაადელეგიროთ HR პროფესიონალებთან. მინახავს HR პროფესიონალის შემუშავებული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლის მიზანი არა ბიზნესის დანიშნულების შესრულება, არამედ თანამშრომელთა კმაყოფილების მიღწევა იყო. დიდ პატივს ვცემ ყველა HR-ს, თუმცა მიმაჩნია, რომ ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციაზე მუშაობა გენერალური მენეჯმენტის ან ორგანიზაციული განვითარების თემაა. საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ ორგანიზაციული სტრუქტურის გამართვა მიანდოთ მოწვეულ კონსულტანტს, რომელმაც არაერთი кейსი იცის ამ მიმართულებით და აქვს შესაძლებლობა გვერდიდან შეხედოს სისტემას. ბიზნესის კეთება მიკროკრიზისებისა და შფოთვების გარეშე შეიძლება. უბრალოდ ამისთვის მართვის სწორი სისტემები და მეთოდები უნდა გამოიყენოთ. ნუ იმუშავებთ საქმისთვის, საქმე ამუშავეთ თქვენთვის.